მოგესალმებით მეგობრებო ყველას, დღეს ვისაუბრებთ, ესე იგი, 7 ფეხა მენორაზე, 7 ტოტა მენორაზე თუ 7 ფეხა მენორაზე. აი ამას გავარკვევთ დღეს, რომელი უნდა ერქვას ამას. მეორე ის, რომ რას ნიშნავს მისი არსი, არის თუ არა 7 ტოტა თუ 7 ფეხა მენორა ამოტრიალებული და რას შეიცავს ის თავის თავში. დედიკო, მე ახლა ლაივში ვარ. აბა მითხარი რა გინდოდა? მითხარი. მოდი ესე გავაკეთებ. ჩვენ აქ ხედავთ ქართულ გაზეთია თუ რაც არის ზნეობა, რომელმაც ესე იგი 7 ტოტა მენორას შესახებ დაწერა ერთ-ერთი სტატია, რომ რატომ არ შეიძლება ქრისტიანთათვის ნუქაში მონაწილეობა. მოკლედ, ამას თქვენ თვითონ შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერნეტ სივრცეში არის, ამაზე მე დროს არ დავხარჯავ ახლა. მე ახლა მინდა გესაუბროთ 7 ტოტა მენორასა და 7 ფეხა მენორას შესახებ. აქ თქვენ ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ შანდალს ქვია 7 ტოტა მენორა, მას აქვს 9 ტოტი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ 9 ტოტს თავისი მნიშვნელობა აქვს და ნებისმიერი მენორა, რომელიც 9 ტოტს შეადგენს, ეს არის მაპატიეთ, თმები არ მაქვს მოწესრიგებული, მაგრამ ეხლა ჩვენ თმებს არ ვუყურებთ, ეხლა ვუყურებთ ჩვენ 7 ტოტა და 7 ფეხა მენორას. მოკლედ, ერთი სიტყვით მე აქ შევადგინე ასეთი რამ. ჩვენ ვიცით იოანეს სახარების მიხედვით, აქ ჩვენ ამ წიგნიდან გნოსტიკური სახარებებიდან აპოკრიფები წიგნი მოციქულთა, იოანეს საიდუმლო წიგნის მეხუთე თავიდან, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ წინა ლაივში, ჩვენ ხედავთ აი ამ სქემას, ხო? სამების შესახებ, 6-4-ის შესახებ და ასე შემდეგ. აი ამ სქემის მიხედვით ერთ-ერთში ჯდება 7 ტოტა მენორა, ოღონდ არა ამოტრიალებული, ანუ თქვენ 7 ტოტა მენორას იცნობთ აი ამ სახით, მეგობრებო, რომელიც ამოტრიალებულია და თავდაღირა დგას. თუმცა მე მინდა გითხრათ, იოანეს საიდუმლო წიგნის ამ სქემის მიხედვით 7 ფეხა მენორა გამოდის, რომელიც არის აი ამ სქემით აგებული. ეხლა მე თქვენ გეტყვით, აქ რა არის აღნიშნული. ესე იგი, სინათლისაგან, რომელიც მირონცხებულია და შეურყვნელია, უხილველ სულის მადლით თვითმყოფად ღმრთისაგან სამიმნათი გამოვლინდა და მის წინაშე დადგა. აჰა, ეს 3 ქმნილება. მოდი ჩავსვათ ეს 3 ქმნილება სულ თავში, ხო? გამოვლინდა საიდან? სინათლისგან, ხო? გამოვლინდა ნება, სიცოცხლე, ფიქრი. ეს არის სამება, რომელიც თავში დგას. ეხლა მისგან გამოედინება, ესე იგი, ნახეთ რა გამოედინება. ნება, ფიქრი და სიცოცხლე, ხო გამოვლინდა 3 მნათი. ეს 3 მნათი აქ, თუნდაც აი აქ დაუხატოთ აი ეს მნათები, ხო? აი 3 მნათი. 3 მნათი. და მისგან გამოვლინდა, ესე იგი, კი არ გამოვლინდა ეს 3 მნათი, ხო გამოვლინდა და ესენი შედგებიან 4 ძალისაგან. შემეცნება, მოწყალება, წვდომა, ღრმა აზროვნება. მოდი აი ჩავწეროთ აი ახლა ეს. შემეცნება, მოწყალება, წვდომა და ღრმა აზროვნება. აი ეს მაგალითად, ხო? რატომ გავაკეთეს ეს 4 კუთხა, იცით, რომბი, რატო გავუკეთეთ, იცით ამას? საინტერესო რაღაცაა და ეხლა გეტყვით, აგიხსნით ზუსტად რა. ესე იგი, აქ ხომ გამოვლინდა ეს 4 ძალი. ეს 4 ძალი თავის თავში სამებებით შედგება, მაგრამ ერთი შედგება 4 ძალით, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. და ეს არის განზრახვა, აღქმა, მეხსიერება და წვდომა. ნახეთ? ხო გამოვლინდა შემეცნება, მოწყალება, წვდომა და ღრმა აზროვნება. 4 ძალი. აი ამ წვდომას, მეგობრებო, როდესაც აღვნიშნავთ თუ რომელი ესე იგი მესამე ძალია, ხო?
წვდომა მესამე ძალია. აი, მესამე ძალია წვდომა. წვდომა არის მესამე ძალი. აღმოჩნდება, რომ აი ამ მესამე ძალას თავისთავში 4 კომპონენტი ყავს. მაგალითად, განზრახვა, აღქმა, მეხსიერება და წვდომა. თუმცა დანარჩენ 3-ს, შემეცნებას, მოწყალებას, ღრმა აზროვნებას, აქვთ 3 კომპონენტები. აი, მაგალითად, მოწყალება, ჭეშმარიტება და სახება და მსგავსება აქვს. შემეცნება, სიყვარული და იდეა აქვს. ღრმა აზროვნებას თქვით უკვე რაც აქვს. აქ ჩავში ღრმა აზროვნება. შემეცნება, სიყვარული. დამავიწყდა ღრმა აზროვნება. ღრმა აზროვნებას აქვს სრულყოფილება, მშვიდობა და სოფია. აი, აქაც გამომპარვია, ნახეთ, ღრმა აზროვნებასაც 4 კომპონენტი აქვს. და წვდომასაც 4 კომპონენტი აქვს. ესე იგი, გამოდის, რომ ღრმა აზროვნებასაც აქვს ასევე რომბი. ამას მე დავხაზავ. ყოველ შემთხვევაში, ამიტომაც ვუკავშირდებით ისევ 7 ტოტა მენორას, იმიტომ რომ აი აქ რომბი უნდა ჩაჯდეს ისევ და ისევ. აი ამაში რომბი უნდა ჩაჯდეს. აი ესე. ამ ფეხში. ეს თავისთავად ღერძი, ეს თავისთავად რომბი და ეს თავისთავად ტოტები. ხო? აი აქაც დავხაზე, აქ თითქოს არ გამომივიდა, მაგრამ იმიტომ რომ აქ სიმრგვალე იყო. სიმრგვალეში არ ჩაედია 4 კომპონენტი. 4 კომპონენტს სჭირდება რომბი. ასევე სჭირდება თურმე აი აქ წვდომას. არა, ხო, რატო გავაკეთე, იცი ესე? წვდომა აქ ჩამისვია. წვდომა აქ ჩამისვია. და აქედან ვაფშე სხვა რაღაცა გამოდის, ახლა ნახე. აქ წვდომა თუ ჯდება, ხო? ღრმა აზროვნება, წვდომა, იმიტომ რომ აქედან აქამდე ხო გინდა წვდომა და ლოგიკურად ჯდება წვდომა აი აქ რა, აი ამ ღერძზე. თუ ამ ღერძიდან წვდომა ჯდება, მეოთხე კომპონენტი აქ არის და აი აქ სიმრგვალე სამება არის აქაც რა. აი ესეთი სამკუთხედია. აქ არის ესე იგი ღრმა აზროვნება ეკუთვნის სოფიას, შემეცნება, სიყვარულს და იდეას, სავარაუდოდ აქ შუაში სოფია ჩაჯდება. მოკლედ მეგობრებო, აი თქვენთან ერთად საუბარში მე შევამჩნიე, რომ აქ ცოტა სხვანაირი სისტემა არის, მაგრამ ძირითადი სისტემა არის აქედან გამომდინარე რა. ჩვენ ვიცით, რომ 7 ტოტა მენორა, 7 ტოტა მენორა, აი რომელიც პირდაპირ 7 ტოტით მერე აისახება, ხო, შემეცნებაზე ჩვენ გქონდა საუბარი და ამაზე სხვათა შორის ძალიან დრო შეეშინდა ამ სიტყვის რა. შემეცნება. ნახე ამაში 2 სიტყვაზის, ხო? აი ახლა ამაზე გული უსკრებათ ხოლმე კაცებსაც და ქალებსაც ამ სიტყვაზე. თუმცა მე გეტყვით, რომ ყველა სიტყვა, რომელიც დღეს დაგვიმახინჯეს, არის წმინდა. გესმით? ამიტომ არის წმინდა ყველა სიტყვა. ამიტომ ის სიტყვაც, რომელიც დედამოტყნულებს რო გავიძახი ამდენი ხანი, არის წმინდა, გესმით? აბსოლუტურად ყველა სიტყვა წმინდაა. ამ სქემის მეშვეობით აბსოლუტურად ყველა სიტყვა არის წმინდა. და თუ კი შენ სიტყვას დააბინძურებ, არ შეგეშინდეთ მეგობრებო, მე მუშაობდი ბაღში, ეს თავზე მეკეთა, მოვიხსნი ხლა ამას და საშინაო ფორმაში ვარ. მე ესეთი ისენი მაქვს ხოლმე, როგორც კი რაღაცა განათება მომივა, ეგრევე დავჯდები ვწერ, არ მაინტერესებს იქ როგორ გამოვიყურები და რაღაცა, ამიტომ მიეჩვიეთ, ხო, უკვე მიჩვეულები ხართ თქვენ ჩემს ამ მდგომარეობას. თუმცა მეც არ სიამოვნებს ხოლმე, მე ჩემ თავს რო უყურებ, ესე გაწეწილს, მაგრამ რა ვქნა, ესია ცხოვრება. ეხლა რა ხდება?
როგორც ჩვენ ვიცით, რომ აი ამ სამი მნათიდან, ხო? აი აქ სულ თავში არის რაღაც ის ჭეშმარიტია ეს სრულყოფილი გონი. ეს რა არის სრულყოფილი გონი კი არა და სინათლე, რომელიც მირონცხებულია და შეურყვნელია. ეს შეურყვნელია რა. რატო არის იცით შეურყვნელი? აი რა, თუ ყველა სიტყვა წმინდა არის, შეურყვნელი რა იქნებოდა, ხო? თუ ყველა სიტყვა წმინდა, მეგობრებო, შეურყვნელი იქნებოდა ის რაც არ შეცვლილა. ანუ თვითონ რაც იყო თავის თავში ის არის და ანუ სრულყოფილება ის არის. სოფიამ რომ მიაღწია მე სრულყოფილებას. სრულყოფილება ის თავის თავში. გესმით, აი თვითმყოფადი სრულყოფილება. ის არის ყველაფერია მასში და არაფერია მასში. გესმით? აი ძალიან საინტერესო სქემა არის ეს თვითონ. ამას ქვია შვიდფეხა მენორა, მეგობრებო. ჩვენ თუ ეს კაცობრიობამ არ იცოდა აქამდე და ან იცოდა და დაუმალეს, ჩვენ ახლა ამოვქეკეთ ისევ. შვიდფეხა მენორა. ამას რატომ მივაქციე იცით ყურადღება, მეგობრებო? ინტუიცია მიკანახა. როგორ მიკანახა ინტუიცია? ყოველ ჯერზე როცა მე 7 ტოტა მენორა უნდა მეთქვა, ვამბობდი 7 ფეხა მენორას და კი მაგრამ ვფიქრობდი რა არის, რა ვერ დავიმახსოვრე ესეთი რომ 7 ტოტა მენორა ვთქვა და არა 7 ფეხა. და მე ჩავეძიე რომ მეთქი იქნებ 7 ფეხა მენორაა და არა 7 ტოტა მენორა. ხო და აღმოჩნდა რომ მართლაც 7 ფეხა მენორა ყოფილა და არა 7 ტოტა მენორა. თქვენ იცით რომ ებრაული ენიდან აქედან აქეთ იკითხება. ხო, აქედან აქეთ წერენ, აი აქედან აქეთ წერენ, მარცხნიდან მარცხნივ წერენ. და ქართული ვინც იცის, ვიცით რომ წერთ მარცხნიდან მარჯვნივ. ნახეთ მეგობრებო, როგორი რაღაცა არის. თუ ჩვენ გვინდა აქედან აქეთ ვიკითხოთ, ხო? აი წრე გამოდის თითქმის, ნახეთ. ქართული მიდის ამ მიმართულებით. არის ყველა შემთხვევაში ერთი მიმართულება, საათის ისრის მიმართულება. და ებრაული არის საათის ისრის მიმართულება ოღონდ აქედან აქეთ. ჩვენ თუ ქვემოდან მოვხაზავთ ამას, ისევ საათის ისრის მიმართულება გამოდის, მაგრამ ჩვენ თუ ზემოდან მოვხაზავთ ამას, გამოდის საათის ისრის საწინააღმდეგოდ მიმართული. ეხლა ნახეთ, ჩვენ თუ გვინდა რომ ქართველები, ხო, აი ქართული არის, ვთქვათ, ამ მიმართულებას დავარქვათ პირობითად მდედრი. საათის ისრის მიმართულებას დავარქვათ მდედრი. ჩვენ თუ გვინდა რომ თავში მოვექცეთ, ხო? მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ მდედრი მიმართულების და ვესაუბრებოდეთ თუ იუდეველები ესე წერენ მდედრს. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ ქვემოთ მოქცეული, მაშინ ჩვენ საათის ისრის საწინააღმდეგოდ მივდივართ. გესმით? საათის ისრის საწინააღმდეგოდ მივდივართ, აი ესე და ვწერთ მარცხნიდან მარჯვნივ. გავაკეთე ეს. ესე იგი ეს ამას პირობითად მიმართულება დავარქვათ მამრი. ჩვენ ხედავთ რომ თუ კი ჩვენ მდედრის სქესის წარმომადგენელი ქართველი ვესაუბრებით მამრის სქესის წარმომადგენელ ქართველს ერთმანეთს ვეჯახებით. ჯახან? აი აქ შევეჯახეთ ერთმანეთს და მაგრამ თუ კი ჩვენ ვესაუბრებით მდედრის სქესის წარმომადგენელი ქართველები მდედრის სქესის წარმომადგენელ იუდეველებს, მაშინ ჩვენ ნახეთ რას ვაკეთებთ? წრეს ვაკეთებთ, ხო? აი ესე მიმართულებით მივდივართ და აი ესე თითქოს ერთმანეთს მივდევთ, ხო? თითქოს აი მივდევთ ერთმანეთს. არ ვუშლით ხელს. აი ესეთი რაღაც იქნება და ვითარდება თავის თავში. მაგრამ ეს არ ვითარდება. ეს დაეჯახება აქ და წრეს ვერ წარმოქმნის, ხო? ანუ განვითარებას ვერ წარმოქმნის. ახლა საინტერესო რა არის?
აქ. საინტერესო არის ის, რომ თუ კი ქართველ მდედრს სურს ქართველ იუდეურ მამრთან საუბარი, მაშინ ის აუცილებლად უნდა მოექცეს თავში. და იუდეველი აუცილებლად უნდა მოექცეს ქვემოთ. მდედრი უნდა იდგეს მაღლა, მამრი უნდა იდგეს ქვემოთ. საინტერესო სქემა არის, ხო? თუ უნდათ მას წარმოქმნან აი ეს წრე. გესმით? თუ ჩვენ ამას დავარღვევთ, მაშინ ყოველთვის იქნება ან აქეთ მხარეს შეჯახება, ან აქეთ მხარეს შეჯახება. საინტერესო ის არის, რომ აი ამის სქემა ზუსტად იგივეს წარმოადგენს. ახლა ჩვენ რო ეს ფურცელი ამოვხიოთ და აი ესე დავაყენოთ, ხო? თავდაყირა დავაყენოთ. წარმოიდგინე, რომ ერთი და იგივე სქემა არის, უბრალოდ ეს დგას ზემოდან, ჩვენ ვდგავართ დაბლა. ანუ აქ რაღაც სინათლე დაბლა მოიქცა, გესმის? სინათლეზე დააწვა ეს. არა, პირიქით არ უნდა იყოს, სინათლიდან უნდა გამოდიოდეს და ამათ ყვებავდეს, ხო? თუ სინათლეს ეს დააწვება დაფარავს და შეიძლება სინათლე ჩაქრეს, მაგრამ თუ ჩვენ სინათლე გვინდა, აი აქ უნდა ავიდეთ და ეს სინათლე ამათზე დგას. გესმით? აი ამათზე დგას ეს სინათლე. როგორც აქ არის აღწერილი იოანეს საიდუმლო წიგნიდან, სინათლე დგას ამათზე. ამ 10-ზეო გეუბნება რა. ამ 10-ზე დგას. აბა მოდი ვნახოთ თუ არის აქ 10 საიდან მოდის აი ამ სიტყვაში. ამ სიტყვაში რატო გეუბნება რომ ამ 10-ზე დგას, რაღაც 10-ზე უნდა იდგას. მოდი 1 2 3 4 5 6 7 და აი აქ თუ გავუკეთებთ კიდე წრეს 8 9. აბა დავითვალოთ 1 2 3 4 5 6 7 8 9. კარგი. 9 გამოდის. მე-10 სად არის? მე-10. მე ვფიქრობ ესეთ რამეს. აი ეს ერთი ღერძი ესე კი არ უნდა იყოს, აქაც ესე უნდა იყოს. და აქ იქნება უკვე 10. ნახეთ? 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. აი გაიმართა თუ არა სისტემა. სისტემა გაიმართა. ქართულმა იმან რა ქვია წეცი. ქართულმა ანბანმა, ქართულმა ლაპარაკმა, ქართულმა სიტყვა მიგვანიშნა რომ ამათზე, აი ნახე, ამათზე დგას. ამათზე დგას ეს სინათლე. აქ კიდე არის, ესე იგი, ესეთი სისტემა იქნება, ნახეთ? აი სისტემა არის ესეთი. აი ეს არის ღერძი და არასწორი. შემდეგ აქ დგას ეს სამება. სიმრგვალეებია რა, სულ სიმრგვალეები, აი ესე შევაერთოთ, მოდი შევაერთოთ. აი აქ ეს სამება დგას, სადაც აი აქ სანთელი ანთია, ვთქვათ. და ნება, სიცოცხლე, ფიქრია აი ამათში. მერე გამოდის აქედან აი ეს ათი რამ. კიდე აკლია. მოდი აი აქ ჩაუვდოთ. აჰა, აი ეს. 1 2 3 4 5 6 7 8 9 ესა წავიდა 8 9 10. ეს 7-ია. აი ეს ამის არის. ხო? ეხლა საინტერესო რა არის, იცი, ესენი რომ ტრიალებდეს ერთმანეთში ბურთს წარმოქმნის, ხედავთ, აი როგორ იცი, ტრიდეში რომ წარმოიდგინოთ ეს, Z ბურთზე დგას, აი ესეთი რამეა რა. აი ესე. ვერ ვხაზავ. მოკლედ. ხო რა, აი აქ ზემოთ დგას, აი ესე. და ზემოთ დგას სინათლე, აი ამოვწიოთ ესე, ამოვწიოთ, ხო? 1 2 10
ნახეთ საინტერესო ეხლა რა არის, იცი, ეს 10. ამ 10-ზე ხო დგას და ამ 10-ის მნიშვნელობა გვინდა ეხლა გავიგოთ რა. თინ 10-ნიც 10-ში არის უმაღლესი ცნობიერებაში. ამ 10-ის მნიშვნელობა ჩვენ გვინდა გავიგოთ. ათნი სად არიან? ათნი ხო ესენი არიან? ათნი ხო ესენი არიან? და თავზე ადგას მე-12. აი ეს 12 და მე-13 არის სიცოცხლე, მე-13. 13 ჩვენ სიცოცხლე. 13 ჩვენ გვითხრეს რომ არისო, ისო რა ქვია, ცუდი თარსი ციფრიო, ხო? თარსიო რაღაც. თარსი ვთქვათ, აი თარსი. ჰემურგია დაარღვიეს. თარსი არ არის 13, მე-13 არის სინათლე, სიცოცხლე, რომელიც არის კრისტალი. გესმით? ჩვენ ვისაუბრეთ ხო კრისტალზე. საქმე იმაშია რომ თუ არსია, მაშინ თან არსია. თუ ხო თან არის. მე-13 არის თარსიო, გეუბნებიან ხო? პრინციპში როგორც ის შეფარულად იტყუებიან რა, არც იტყუებიან. ნახე, ისე ჩვენ სიტყვები გადმოგვიტრიალეს უბრალოდ, მნიშვნელობები ამათი. აი ნახეთ, ჩვენ გვეუბნება რა ეს თარსია, თარსი. კი ბატონო, თარსია, მაგრამ ჩვენ ვიცით ამის მნიშვნელობა, რას ნიშნავს თარსის მნიშვნელობა? მოდი გავიგოთ რა. თუ არსია, ასიც არის. ეს რა არის, კაცო? 100, ხო? თუ ასიც არის. თუ ის არის არის. თუ ის არის და თუ აი ჰემურგიას ვაკეთებთ ახლა. ვანაცვლებთ ასობგერებს ერთმანეთში. თუ არსი, თუ ასი რ აქ იკარგება. ასირიელი მამების ხო არ გაგიგიათ რამე? თუ ის არ თუ ნუ მოკლედ ესენი ნაკლებად თანარსია. თანაარსია, გესმით? აი ეს არის თანაარსი. თარსი კი არა, თანაარსია ეს. სიცოცხლის თანაარსია. გესმით? აი აქ არის. აქაც აი ნახეთ, ძალიან საინტერესო სქემა შეიქმნა რა. ნახეთ როგორი სქემა შეიქმნა. ესე აქ დავწეროთ ნება და ფიქრი. სიცოცხლეო ხო, აქ გვეუბნება სიცოცხლე. ნახეთ, აი ამას, ამ სამებას, ამას ხო, გაიშალა ყვავილი. აი ნახეთ როგორ გაიშალა ყვავილი. ეს გაიშალა, ხედავთ? სიცოცხლე. იმიტომ რომ ეს მარტო რო არ იყოს, აი ამ სამებას შეუერთდა და ამ სამებას კიდე რა ვთქვით რა არისო ესო? წვდომა, აქ როგორ წერია? წვდომა. სოფია მშვიდობა სრულყოფილება. სოფია
ნახეთ. აი აქ კიდე ესე იკეთებს. შვიდობა. სრულყოფილება. მოკლედ, აი აქ გაშლილი ყვავილია რა. გაშლილი ყვავილს ხედავ მე. და აი აქ ნახეთ, ეს არის გამომავალი თანაარსი. გამომავალი თანაარსი გვეუბნება ჩვენ ახლა აქ წავიდეთ რა. გამომავალი თანაარსი გვეუბნება აი ამას. ნახეთ, აი ასომთავრულის პირდაპირ ვკარნახოს, რომ გამომავალიაო რა. თ არის გამომავალი თანაარსი. აი ეს არის ეგ, აი ნახე, ეს არის ეგ. მოკლედ, ეხლა ძალიან ბევრი რაღაცა გამიხსნა. ეხლა ამ თქვენთან საუბარშიც და ვეცდები რომ ეს ყველაფერი არ გავთქვა რა. ეხლა ნახევარი არ გითხარით, რაც ეხლა მიხსნებოდა საუბრის დროს. იმიტომ არ გითხარით, მეგობრებო, რომ ეს როგორც ჩვენ დაგვაწერეს, ხო, აი ეს როგორც ჩვენ დაგვაწერეს და გითხრეს, რომ ჩვენ ვართ 7 ფეხა მენორა, 7 ტოტა მენორა, აი ესე. წაგვართვეს. ვინ წაგვართვა? ისევ ქართველმა, ხო? არ არსებობს მასონი იყოს ვინმე სხვა ერის წარმომადგენელი რა. მაგას ვერ დამიმტკიცებთ რა. ქართული თუ არ იცის ამ მასონთა თავმა, არაფერი არ იცის, ვერაფერს ვერ გააგნებს ცხოვრებაში. ასე რომ ქართულად გელაპარაკები მასონთა წარმომადგენლის თავო. აი ეხლა შენთან მოვედი რა. თანასწორი რომ არ გეგონა თავი და რომ დაგვაწერე გეგონა თითქოს ეს ჩვენ ცნობიერება, აგერ ამოვედი შენთან რა. ამოვედი შენთან და გეუბნები რა. ან წახვალ საათის ისრის მიმართულებით, ან კიდე თავზე დაგენგრევა ყველაფერი რა. გეუბნები რა ამას რა. არც გაფრთხილებ და არც გემუქრები. უბრალოდ გაწვდი ინფორმაციას. გესმის? თუ შენ ამ სისტემის საწინააღმდეგოდ მიდიხარ, იცოდე რომ შენ თავზე დაგენგრევა მალე ყველაფერი. ინფორმაციას გაწვდი. შენ შეიძლება ვერ მიხვდი ამდენს. იმიტომ რომ შენ აუცილებლად მამრი უნდა იყო ვიღაცა რა. იმიტომ რომ გელაპარაკები მდედრი ქართველი. შენ არ ხარ უცხოელი, შენ ხარ ქართველი, ვისაც ახლა გელაპარაკები და შენ ხარ მასონთა თავი. არ არსებობს რომ შენ მასონთა თავი არ იყო რა. გინდა გერქვას იუდეველი, გინდა იყო იუდეველი, რომელიც ქართულად საუბრობს და საქართველოშია გაზრდილი. არ მაინტერესებს ვინ ხარ, იუდეველი ხარ, სომეხი ხარ, სვანი ხარ თუ ვინც ხარ რა. ვინც ხარ. არასწორი მიმართულებით მიდიხარ, ინფორმაციას გაწვდი. არასწორი მიმართულებით მიდიხარ. შენია ყველაფერი, იყოს შენი, არავინ არ გართმევს. უბრალოდ შენ მიდიხარ არასწორი მიმართულებით. კიდევ ერთხელ გეუბნები, გაასწორე ეს ყველაფერი და ისევ შენი იქნება, ოღონდ შენ იქნები სასუფეველში დამკვიდრებული. გაასწორე ეს ყველაფერი, არ მჭირდება შენი არაფერი რა. მართლა გეუბნები. შენ ერთადერთი მიმართულების შეცვლა გჭირდება. ერთადერთი. აი ამ მიმართულებიდან ამ მიმართულებაზე წადი რა. მართლა გეუბნები და ეს როგორ ხდება, ხო? დარწმუნებული ვარ, სულ ცოტა ჩემდენს მაინც აზროვნებ, ვიდრე ეხლა მე შენ გესაუბრები რა. სულ ცოტა გესმის ის, რასაც ეხლა მე გესაუბრები და გაითვალისწინე უბრალოდ. არაფერში არ გედავები და არაფერში არ გეცილები. არ გეცილები. მიმართულება შეცვალე. მართალია შეიძლება აი ამ მდედრის დაბლა მოექცე, მაგრამ უბრალოდ უნდა შეცვალო მიმართულება რა. არავინ არაფერს არ გექიშება და ნახე, მივედით ისევ ლილიტისა და ადამის მდგომარეობასთან. თუ რატო დაშორდნენ ლილიტი და ადამი ერთმანეთს, მეგობრებო რა. ეს არ არის ზღაპარი, ეს სინამდვილეა და აგერ მივედით ქართული ენით.
ქართული ენით ჩვენ მივახციეთ იმას, რომ სად ყოფილა თურმე ადამისა და ლილიტის ჭიდილი. თუნდაც აი ამ დავითის ვარსკვლავის დროსაც რა. სად ყოფილა ამათი ჭიდილი, რომ ამ მიმართულებით წავიდეთ თუ ამ მიმართულებით წავიდეთ. შეგეჯა ხო? შეგეჯა ხო? თუ უბრალოდ აი ეს ჰარმონია წავიყვანოთ რა, აი ეს ჰარმონია წავიყვანოთ. მითხარით, ამოვატრიალოთ? ამოვატრიალოთ მენორა? მენორას თუ ამოვატრიალებთ, ზემოდან მომექცევი და გამჭყლიდავ. თუ და სინათლეს ვერ დაინახავ, თუ ქვემოდან, თუ სინათლე გინდა და თუ სასუფეველი გინდა, შენ უბრალოდ მიმართულება შეიცვალე რა და არ არის ქმნილება რომ სასუფეველის დამკვიდრება არ უნდადეს, ესეთი რამე არ შექმნილა არსად. სიბნელესაც შეუძლია სასუფეველი დაიმკვიდროს და სიბნელეს აი ნახეთ, ეხლა თქვენ გეუბნებიან ალბათ რომ იასამნის ფერზე არის საუბარი, მაგას სხვა რაღაცა ქვია, რომ უმაღლესი ფერია. არ არის უმაღლესი ფერი იასამნის ფერი. უმაღლესი ფერი არის შავი ფერი, რომელშიც ყველაფერი შედის და არაფერი. გესმით? ყველაფერი შედის, უბრალოდ ის არ ჩანს. ამიტომ შენ გეუბნება რა, თვითონ ქართული ენა გეუბნება, რომ შენ შეგიძლია დაიმკვიდრო სასუფეველი. ისევ შეგიძლია მიხვიდე იმ ღმერთთან, სრულყოფილ ღმერთთან, სინათლესთან, თვითმყოფად ღმერთთან შეგიძლია მიხვიდე და რატო არ იყენებ? ანუ ყურადღება ხომ მოგაქციეთ, ეხლა ნახე, ყურადღება მოგაქციეთ, მივხვდით რომ ძალიან მაგარი ტიპი ხარ, ამხელა რო გიაზროვნია რა და მივხვდით რომ შენ გინდა ძალაუფლება. ოკეი, იყოს შენი ეს ძალაუფლება, არავინ არ გართმევს. უბრალოდ რატო ანგრევ ყველაფერს, შენც ხო ნადგურდები, შენც ნადგურდები გესმის? და შენ თუ ნადგურდები, არც მე არ მაწყობს და არც შენ არ გაწყობს და თუ სოფია შენ ქმნის, თუ სოფია შენ ქმნის, ან თუ შენ სოფიას ნაწილი ხარ, ხო? ან თუ შენ მაღალი ცნობიერების, შენ სიბრძნის ნაწილი თუ ხარ, აუცილებლად გაითვალისწინებ, რომ მიმართულება უნდა შეიცვალო. გესმის? ეხლა მართალია მე ვერ წავდექი შენს წინაშე კოხტად და ლამაზე და არც ვიცოდი დღეს თუ შენამდე მოვახწევდი, მართლა. აზზე არ ვიყავი ეხლა რომ დავიწყე ამ შვიდტოტა მენორაზე და შვიდფეხა მენორაზე თუ შენამდე მოვიდოდი რა. მე ვერ წარმოვიდგენდი ამას, ვერა, მაგრამ აჰა წარმოვიდგინე და საოცარი რაც არ უნდა იყოს, აი ყვავილებია, გაშლილი ყვავილებიანი კაბა მასშია დღეს ბულაპკით დაბნეული. არ ვიცი ამასაც მნიშვნელობა იქნება ალბათ. ლილიტი არ არის დაცემული ანგელოზი, მეგობრებო რა. არ არის ლილიტი დაცემული ანგელოზი. არ დაეცა. და აი ამ მდგომარეობაში მყოფლის დროს, როცა ადამი ეუბნება, რომ არა, ქვემოთ უნდა მოექცე რა და ლილიტი ეუბნება, არა, როგორ უნდა მოექცე, კაცო, ჩვენ ერთი ქმნილება ვარ და ეს ეუბნება, გინდა თუ არა, ესე გავაკეთოთ რა, ქვემოთ მოექცი. ყველა შემთხვევაში არ გამოდის, მაშინ ჩვენ შევეჯახებით ერთმანეთს. და თუ ჩვენ გვინდა რომ ჰარმონიაში ვიყოთ, მაშინ ზემოდან უნდა ვიყო ყველა შემთხვევაში მოქცეული რა. და ზემოდან რო ვარ, არც ზემოდან ვარ და არც ქვემოდან, უბრალოდ ვითარებაში ვართ. აი ეს ვითარება ხდება, ხან მე ვარ შენ, ხან მე, ხან შენ. ანუ ჩვენ თუ არ ვიტრიალეთ, ბორბლის დატრიალება როგორ გამოდის? არ გამოდის, ხო? მეგობრებო, ეხლა თქვენ ხვდებით როგორ ლაპარაკობ მე? ანუ ვის ველაპარაკები ხო ხვდებით? ვინ ვის ელაპარაკება ხვდებით? აქ რამ ვითარებაში მოვხვდით უცბად ყველანი, მივხვდით ეხლა თუ ვერ მივხვდით? დამიწერეთ რა კომენტარებში, მივხვდი ან ვერ მივხვდი. მივხვდი რასაც ლაპარაკობ და ვისაც ელაპარაკები, ანუ ვაფშე ვერ ხვდები რასაც ლაპარაკობ და საერთოდ ვერ ახართ მდგონს. აი ესეთი რაღაც დამიწერეთ რა, იმიტომ რომ მაინტერესებს. თქვენი ცნობიერებაც მაინტერესებს რა, ჩვენ ყველანი ამ პროცესში ვართ. ჩვენ ყველანი ვართ აი ამ პროცესში. უბრალოდ ეს პროცესი იყო აქტიური, უბრალოდ უკაცრავად. ეს პროცესი იყო აქტიური დღემდე, იმიტომ რომ იუდეველების არის ეს
ძალაუფლება დღეს, თუმცა იუდეველებს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ქართველი უნდა იყოს ეს. სულ ცოტა ქართულ ენას საკუთარი ენასავით უნდა ფლობდეს რა. და თუ ეს იყო აქტიური, მოდი რა, გავააქტიუროთ ჩვენც ეს რა. ეკლესიებში შვიდფეხე ტოტა მენორაზე რო ლოცულობენ, ამოაყირავონ და მაღლა დააყენონ სინათლე. რა პრობლემა აქვს? პრობლემა ექნებათ რამე? აბა კითხეთ ერთი მღვდლებს, რატო აკეთებენ ამას? შვიდ ტოტა მენორაზე რატო ლოცულობენ? რა, იუდეველები არიან? რო არ არიან იუდეველები. ისინი რო ქართველები არიან. ხომ ხედავთ რომ სულ ამას გეუბნებოდით, სატანას ემსახურებიან მეთქი და სატანა ცუდი ტიპი კი არ არის. ის უბრალოდ არასწორი მიმართულებით წავიდა. ხო და ელაპარაკონ და იქნება გაიგოს იმ სატანამ და მოტრიალეს აქ და სწორი მიმართულებით წავიდეს. სატანა ლუციფერი არ არის ცუდი ტიპი რა. ის უბრალოდ გაჩვენებს შენ დუალურ სამყაროს, ბინალურ სამყაროს გაჩვენებს. როგორ კარგი ცუდი ეს ის, მაგრამ შენ თუ ეხლა აი ამ ცნობიერებას ვერ ჩაწვდი, ეხლა მე რასაც გელაპარაკები, მაშინ შენ ეს სატანა სულ ცუდი ტიპი გეგონება რა და მიმართულებას ვერ მისცემ ამ სატანას, იმიტომ რომ ის როგორ არის, არც ის მოგისმენს და არც შენ არ მოусმენს. შენს დააიგნორებ, ისიც და გაიგნორებს და იქნება სულ ესეთი ჭიდილი რა. და რატო, კაცო, რატო სულ ესეთი ჭიდილი იქნება? რატო ხო შეიძლება ესეც იყოს არა? მაგრამ ამისათვის ხო უნდა მიხვდე ჯერ შენ, აი გეუბნები, ქართველს გელაპარაკებ, ორივე ქართველი ხარ და გელაპარაკებით რა. თუ ქართველი ხვდება ამდენს, ქართული ენითა, ამასა ენასა შინა დაფარულ არს, რაო, ლაზარეო, ვინ არის ეს ლაზარეო? ლაზარე აგერ ქალბატონმა დალი ფარიანმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ლაზარე სვანურ ენაზე სულ სხვა რამეს ნიშნავს. და ეს ნიშნავს შემღებ კარს. კარი. სადმე შევაღოთ კარი თუ არა სასუპეველში, სასუპეველის კარი და ღია და გვიკეტეს და ასე ქერუბიმები და სერაფიმები იცავენ ამას და ვინ არიან ეს ქერუბიმები და სერაფიმები თუ იცით რა? თქვენ აზრი არ ახართ ვინ არიან, მაგრამ მე ვარ აზრზე. აი სოფიას ქმნილებები არიან. ეს იცით რომ ყველა საქართველოს ყველა ეკლესიაზე დაყოლებულია ლომის თავი და გველის კუდი. გველის კუდი, იცით რა არის? გველის კუდი დღეს აღიქმება როგორც არწივი. ადრე იყო გველის კუდი, ეხლა აღიქმება როგორც არწივი. შეიცვალა რომ ამის შეეშინდათ რა. არწივიც სიბრძნის ნიშანია და გველიც. აი, ქართულ ეკლესიებზე ხარი დაყოლებულია, აქეთ არის მერწყული, აქეთ არის ლომი. ლომი როგორ დავხატო? აი ესე და აქ არის გველი. ეს იგივე არწივი. რა არის ეს თუ იცით? მე ამაზე ვსაუბრობდი ჩემს ლაივებში უკვე რამდენი წლის წინ. ამასაც დაგიპოსტავთ თუ გინდათ, მაგრამ აჰა ვისაუბრეთ კიდე. რა არის ეს თუ იცით? რატო აყოლებენ 4-ვე მხარეს აი ამას ქართულ ეკლესიებზე თუ იცით რა? ხარი მერწყული იცით რა არის? აი მერწყული ესეთი ნიშანი დავხატე, მაგრამ ანგელოზის სახით, ადამიანის სახით ხატავენ ხოლმე მაგას. ადამიანის სახე არის მერწყული, რომელიც წყალს ასხავს. გესმის? წყალს ასხავს. ესენი არის მერიდიანები კი არა და ესენი არის გადამკვეთი წერტილები, რომელიც ნატალურ კარტაში, აი ამ სიმრგვალეში ღერძებია. ლომი მზის ადგილია, მზის ნიშანია, სადაც ლომის სახლი არის, პირველი სახლი. აქეთ არის მერწყულის სახლი, მე-7 სახლი, აქეთ არის მე-4 სახლი, ხარის სახლი და აქ არის მორიელი იგივე გველი, იგივე არწივი. აი, ესენი არის მეგობრებო დაყოლებული ქართულ ეკლესიების 4-ვე მხარეს. ესენი არის ქერუბიმები და სერაფიმები, რომელიც სოფიას ქმნილებები არიან.
სოფიას თავისი ქმნილებების არ შერწყვა. სოფიას უბრალოდ შერწყვა იმის, რომ მამამისის დაუკითხავად ძალიან მაგარი ქმნილება შექმნა რა. და ამ ძალიან მაგარი ქმნილების აღიარება დღემდე არც ერთ აი ამ ძალას, როგორც ჩანს, არ შესწევდა უნარი, რომ ეღიარებინა სოფიას ქმნილებები. ქერუბიმები და სერაფიმები იცავდნენ რას? აი ამ შემცვლელ კარს. ეს რა იყო კიდე? ეს იყო მდედრი და მამრი ენერგიების ურთიერთობა. აგერ ჩვენ პირდაპირ მნიშვნელობით იუდეველებისა და ქართველების კონფლიქტი განვიხილეთ. კონფლიქტი არის თუ გაუგებრობა. მამრი მიმართულებით, როდესაც წერენ იუდეველები ისრის საწინააღმდეგოდ და ქართველები პირიქით ისრის მიმართულებით. კიდევ ვთქვით, თუ ეს პოზიციები შეიცვლება და დაბლა და მაღლა შეიცვლება, აი ეს შეჯახება მოხდება და ვეღარ განვითარდება. თუ მაღლა და დაბლა სწორ პოზიციას მოიპოვებს, მაშინ ის წრეზე წავა. აი ამ წრეზე, რომელსაც ქვია პი. მოდი ქართულადაც მივაწეროთ. და მოდი აი აქაც დავწეროთ, რას ნიშნავს პი რველი. რველი, რატო რველი? რველი არის რა, ვინ, რაე, ვინ, ელი. რა ვინ არისო, რა ვიცით? მზე, ხო? მზის ღმერთი. რაე, ვინ, ველი. სხვათა შორის, ეს ეგვიპტურიდან კი არა გვაქვს, ესა გვაქვს სვანურიდან, მეგობრებო. სვანური ენიდან რა არის ღმერთი. რაე, ვინ, ელიო, რა. ვის ელის რაე, ან რაე, ვინ, ელის. რაეს ვინ ელის? ვინ ელის რაეს? მზის ღმერთს ვინ ელის? მოკლედ. მზის ღმერთს ვინ ელის, ან ვინ ელის, ვის ელის მზის ღმერთი. და პი რველი პირდაპირ გეუბნება სიტყვა, რომ პის ველიო რა. პირველია ეგ. აი, პის ველი არის ეს. პირველიც ამას ნიშნავს. ამიტომ ქვია პირველს პირველი. ყველაფერი გამოდის აქედან, ნულიდან, რადგან ნული რომ არ იყოს, აი ეს სამება ვერ გამოვიდოდა. აი ეს არის პირველი და შემდეგ მეორე. აქ უკვე იწყება მე და მეების გაიძახიან ვინები? ცხორი. ცხორი ვინ არისო, რა ვთქვით? ქრისტეს საძმო. მე. ეხლა არამეულ ენაზე ლაპარაკობდაო, ქრისტეო? ისემ თქვენ რა გითხარითო, ქრისტე ქართულ ენაზე თუ არ საუბრობდა, მაშინ ის ვერც ვერაფერს ვერ გააგნებდა ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ადამიანი, რომ მე დამიმტკიცოს, რომ ქრისტე არ იყო ქართველი. ქრისტე იყო ქართველი და ქრისტე არის ქართველი. ქრისტე ყოველთვის იქნება ქართველი. ეხლა მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და ასე შემდეგ. ეს მეები უნდა შეუერთდნენ პირველს. და პირველი ვინ იყო, რა ვთქვით? აი, სად არის პირველი? პირველი იყო სიცოცხლე, რომელსაც დაერქვა მეცამეტე. იცანით? ცანი გაიხსნებიანო. იქ მაღლა კი არ დაიწყოთო ქრისტემ ყურებაო. ყველაფერი თქვენშიაო. ვიდრე ცაში დაუწყებ ქრისტეს მოსვლას, ჩიტები შეგასწრებენ სასუფეველში და ვიდრე ზღვაში თევზები. და ესე იგი სად უნდა გვეცნო? ვიცანი, ხო? ვიცანი. მოდი დავწეროთ ესეც.
ვიცანი გიცანი მიცანი მოდი ანებზე გადავდივართ ანი ვინ არისო მთვარის ღმერთიო ხო თუმცა სვანურად მე მგონი მთვარის ღმერთი კი არა მზის ღმერთია ანი აი საინტერესოა თუ ანი მთვარის ღმერთია სვანურად უბრალოდ მზის ღმერთია სვანურად მაშინ მიმართულება იცვლება დედრი და მამრის მიმართულება იცვლება ეხლა რა ხდებოდა იცით ნახეთ ყველა ქვეყანაში საქართველოში დედას ქვია მამა საქართველოში მამას ქვია დედა და მამა ხო და საქართველოს გარეთ პირიქით არის დედას ქვია მამა მამას ქვია დედ ინგლისურში ხო საქართველოში პირიქით რატო ხდება ნეტა ეს იმიტომ რომ აი გამოყირავებულია პოლუსი მიმართულება ამოყირავებულია და მოდი ახლა ვთქვათ რა თუ მზე დედა ჩემი მთვარე მამა ჩემი ესე ვიცნობთ აქამდე და ჩვენ ვიცნობდით რომ ანი არის მზის ღმერთი სვანურად ესე იგი მზე ვინ ყოფილა ჩვენი და ანიც ყოფილა მზის ღმერთი ესე იგი ქალი ყოფილა ანი ხო ანი ქალი ყოფილა იცანი მიცანი გიცანი თუ ვერ მიცანი ვერ გიცანი ყველაფერი არის ქართულ ენაში დამარხული ამას აენასა შინა ქართულ საენასა შინა მას ლაზარე ეწოდება ლასის არე მე ესე ვუწოდე ლასის არე და სვანურად კი არის შემღები კარი ასე რომ მეგობრებო ვაუ გაოცებული ვარ ქერუბიმები და სერაფიმებზე დავასრულებ ქერუბიმები და სერაფიმები არიან ცნობიერებები რომლებიც ფლობენ უმაღლეს ცნობიერებას უმაღლესი ცნობიერება არის ქართული ამბანი გილოცავთ ჩვენ წავდებით მასონთა უმთავრესის წინაშე დღეს მივეცით მიმართულება ეხლა მისინებაა გადასაწყვეტია რას მოიმოქმედებს ჩვენ ძალით ვერაფერს ვერ გავაკეთებინებთ ვერავის გესმის უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ენა თუ გვაქვს საუბრობთ სოფიას ენა აქვს და საუბრობს ხო და აქედან გამომდინარე ეხლა დაგემშვიდობებით და რა ვიცი მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ლაივით მასონთა წარმომადგენლების თავთან წავდექით წარმოგიდგენიათ თქვენ ხომ არ გაქვთ რამე მოწერილი თამარ სალამი სოფიამ არაპირდაპირი გზით ღვთიური თანხმობის გარეშე წარმოშა ლომისებური არსება მოიცა თამარ სალამი სოფიამ არაპირდაპირი გზით ღვთიური თანხმობის გარეშე წარმოშა ლომისებური არსება ღვთიური თანხმობის გარეშე თანხმობა არც აიღო თავისით რაღაცები ითამაშა სოფიამ თავის სიბრძნეში და წარმოიშვა და მე უბრალოდ რომ წარმოშვა იმის შერწყვა რომ მამამისისთვის ეთქვა რომ აი შენს დაუკითხავად ესეთი რაღაცა გავაკეთე აი იცით როგორი რაღაცა არის აი ესეთი მომენტია რა აი ყველას გიქნება დარწმუნებული ვარ ეს მომენტი გავლილი და ამიტომ გეტყვით როდესაც ადამიანი ბავშვის ასაკიდან გადადის ისეთ ასაკში, სადაც სექსუალურობას შეიცნობს. მაშინ ხო წხვენია რაღაცის და ეშინია რომ აი უთხრას მშობელს რომ რა არის ეს. გესმის, ვერ გაიგებს. ანუ თვითონ განიცადა ეს, მაგრამ ვერ ეუბნება რა უნდა უთხრას ახლა გესმის მშობელს. აი ესეთი რაღაცა მოუვიდა სოფიას რა. წარმოქმნა ისეთი გონი რომ შერცხვა ამის თქმის. გესმის და არავინ საბოლოო ჯამში ვინ გადაწყვიტა ეს რომ ცუდი ქმნილება იყო, კაცო, არაფერი არ იყო ცუდი ქმნილება, ყველა ქმნილება არის, ყველა ქმნილებას აქვს არსებობის უფლება. გესმის და იმიტომ შეუშვეს ისევ სასופველში სოფია, თორე სხვანაირად არ შეიძლება, ანუ
ყველაფერი გამოდის ის იმ თვითმკბარი ღმერთისგან რა, თვითმყოფადი ღმერთისგან. ყველაფერი იქიდან გამოედინება. და ჩვენ დღემდე ვჭიდაობთ რა, სასულიერო პირების ვერ გავიგე ბიჭო, მართლა არ ესმით თუ თავს იდებილებენ ეს ხალხი რა. აი როგორ შეიძლება არ ესმოდეთ აი ამ ადამიანებს ამდენს ლოცულობენ და ამდენ ვითომ ღვაწლში არიან. როგორ შეიძლება მე ვერ ვიჯერებ რომ არ გაიხსნათ გონება რა. მე მაგას ვერ ვიჯერებ. ამიტომ მე ვამბობ რომ ისინი გვატყუებენ ჩვენ რა, ან რაღაცას გვიმალავენ თქო რა და ბიჭო თუ გვატყუებთ რა, ან რატო გვატყუებთ, რა გინდათ? ძალაუფლებას დაკარგავთ? არ დაკარგავთ ძალაუფლებას. ვინ გაკარგვინებთ ძალაუფლებას? კაცო, ისევ გააგრძელეთ თქვენი ცხოვრება. არავინ ძალაუფლებას არ გაკარგვინებთ. უბრალოდ ერთი საფეხურით მაღლა ადიხართ და ისევ თქვენ პოზიციაზე დარჩებით. ოღონდ ჩვენ გვექნება აქ იმის უნარი, რომ თქვენთან ერთად ვიცხოვროთ რა და როგორ ავართ, იცი ახლა გამოყოფილი ვართ თითქოს აი ამ ზედაფენა, ქვედაფენა, გესმის? აი იმ ხალხის ფენა ვინც იცის და იმ ხალხის ფენა ვინც არ იცის. საერთოდ აი ამ სოფელში რა, აი აქ ასურეთს იცნობთ ახლა თქვენ, ხო? თბილისში დავიბადე, მაგრამ თბილისში გავიზარდე, მაგრამ აქ გავატარე ბავშვობა, ხო? არავის ჩემთვის არაფერი არ უთქვავს და განსაკუთრებულად წიგნები არ მიკითხია ისე რომ ვიღაცას გონია რომ მე ძალიან ნაკითხი ადამიანი ვარ. არა ვარ მე ნაკითხი ადამიანი. თქვენ გონიათ რომ სულ შეიძლება წაკითხული მაქვს ყველაზე მეტი 500 წიგნი, მეტი კი არაფერი. მაგრამ 500 არ ვიცი 500-იც რომ საერთოდ. მაგრამ როდესაც ადამიანი შენ თავში მოგზაურობ, იქ აღმოაჩენ ბევრ ჭეშმარიტებას რა. არაფერი არ არის დაწერილი სადღაციდან, რაზეც ცდომა ჩვენ არ გვექნება. ყველაფერი დაწერილია იქიდან, სულიწმინდის იმით რა, ძალით. სულიწმინდის ძალით შენ თავში თუ იმოგზაურებ, საერთოდ წაკითხვა არ დაგჭირდება ის რაც დაწერა იმან 5000 წლის წინ თუ 15000 წლის წინ, იმას გაიგებ. იცი რატო გაიგებ? ვინ შენ სიღრმეში ჩადიხარ, შენ სიღრმეში იმ ხელოცნობიერება არის, რამაც წარმოქმნა იქ მიყავხარ. და ის რამაც წარმოქმნა იქ თუ მიყავხარ, ჯერ გზებს გაგატარებს, ეს წიგნები თქვენ რა გონიათ, სხვა რამე არის, ვიდრე გზის გავლა? ყველა მწერალი, რომელმაც წერა დაიწყო, არის თავისი გზების გავლა, რომელი გზების მიხედვითაც ღმერთთან მიდიოდა. ის აღწერა უბრალოდ, მეტი კი არაფერი. ზოგმა საერთოდ არ აღწერა და ერთი სიტყვა თქვა და იქიდან დავიმახსოვრეთ და ვიცით. ქრისტემ საერთოდ არაფერი არ დაწერა. მაგრამ თქვა და ვიცით დღემდე. იმიტომ რომ მის სიტყვას ძალა ჰქონდა. საერთოდ შეიძლება ადამიანები არსებობდნენ იმ ხელოცნობიერებას მიაღწიეს, არაფერი არ დაწერეს, მაგრამ მიაღწიეს. გესმით? აი გარი რა საინტერესო ფენომენი არის ამ დედამიწაზე. ყოველივე დაფარული ამასა ენასა შინა არსო და ჭეშმარიტებას ეძიებდეთ მასშიო, ხო? მეუბნებიან, მითხრეთ შემა შინა განმახმა. ნებითა ყოფლობითა შენითაო, ეძიებდე სიბრძნეს მასში. და ენაში დავიწყე მერე ქექვა. და ენა იმ ხელაცნობიერებები გამიხსნა, რომ აი აგერ თქვენ გელაპარაკებთ, საერთოდ არ დამჭირდა რამე წიგნების წაკითხვა. ერთადერთი დამჭირდა სახარების წაკითხვა და იმ დაფარული აპოკრიფების წაკითხვა, რომელებიც აგერ ყოველდღე, თითქმის ყოველდღე არა, მაგრამ ამბოლო დროს გესაუბრებთ. წავედი ხამე. ვაუ, მაგარი ხარ თამარ ქალო, რიმა ამბობს. უი, მოიცა? აბა. და რა მამა ვერ გაიგებდა? როგორ ვერ გაიგებდა? მაგას გეუბნები რომ მამაც გაიგებდა და ყველა გაიგებდა ამ ყველაფერს. თუ მხოლოდ შერცხვა დახმარება რატო ითხოვა?
დახმარებას ითხოვს ადამიანი, როდესაც არ იცის რა უნდა ქნას. ახლა რა ვიცი, აი მე მაგალითად არც მიფიქრე მაგაზე დახმარება რატო იფიქრა. არ იცოდა რა იქნა და დახმარება ითხოვა. დაეხმარნენ მე ის დანარჩენი ქმნილებები, იმიტომ რომ ანუგეშეს, ხო? ეგ გამოდის, რომ ანუგეშეს, თორე თუ სოფია თავის თავს მამამდე არა იყვან და მაშინ მამაც ვერ ამოქაჩავდა, გესმის? ანუ უბრალოდ იმან ხო შეუშვა ისევ. ამას ეგონა რომ დაეცა, სოფიას ეგონა რომ დაეცა, გესმის ამით. ჩვენც ამას დაცემას უძახით, ნახე, ეგრევე დაარქვეს, როდესაც ადამიანს ეუბნებიან სასულიერო პირები, რომ ორგაზმი არის დაცემა, აი დაცემა არისო რა. პირდაპირ გეუბნები, რომ დაცემა კი არა, ისეთ ჰორმონებს გამოყოფს, რომ ბედნიერს ხდის ხალხო და დაცემას რატო უძახიან, ვერ ხვდები რა. იმიტომ რომ თავში აქვს ამოყირავებული ყველაფერი. და თუ სოფიას ესე ეგონა რომ დავეციო, ხო? სად დაეცა, კაცო, არსად არ დაეცა. იმან უბრალოდ ისეთი რაღაცეები წარმოქმნა, რომ განვითარების სრულყოფილებამდე მიაღწია. რაც უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, აი დაცემას უწოდებენ ისეთ რამეს, როცა ადამიანი, ხო, განიცდის ორის გაერთიანებას, ორი რაღაცის გაერთიანებას განიცდის რა. ორგანიზმს განიცდის, აი ორგაზმი, ხო, შემოკლებით და გავრცობით არის ორგანიზმი. როდესაც შენ ორგანიზმს განიცდი, ხო, ამას დაცემას უწოდებენ და რატო ჩვენ ხომ ღმერთმა ხომ მოგვანიჭა ეს ორგანიზმი და რატო არ უნდა განვიცადოთ ეს ორგანიზმი? რატო ვუწოდებთ ამას დაცემას? ხალხო, გამაგებინეთ. მღვდლებო, გამაგებინეთ, რატო უწოდებთ ამას დაცემას? იცით, რომ საერთოდ რეებს ლაპარაკობთ თქვენ? პირველი, რასაც ვკითხავენ ხოლმე, როდის ჭირდება ადამიანს დახმარება? როცა თვითონ აღარ იცის რა გააკეთოს. როცა თვითონ არ აქვს მაგალითად იმის ძალები, ხო? რო არ იცის რა გააკეთოს, ესე იგი ძალებიც არ აქვს. და ეხლა რა უნდა მეთქვა? ხო, იმას დაცემულობას უწოდებენ. არა, ქრისტეს სუფთა იყო, ქალთან არ იწვა. არა, ბებია თქვენისამ რა. აი ვერ ხვდები რა. ეგ არის ზუსტად ბინძური აზროვნება, რომ შენ ესეთ რაღაცა აი საუკეთესო ღმერთის ქმნილება, საიდანაც სიცოცხლე წარმოიშვება, ამას უწოდებ დაცემულობას და ჭუჭყიანს და იმას და აი წარმოგიდგენია, კარგი რა, გამოსწორდი რა, ძალიან გთხოვ, მამაკაცის დაცემულო აზროვნება. მამაკაცისაც არ არის ეს არის ვიღაცას წარმოქმნილი დაცემული აზროვნება, რომელსაც არ უნდა რომ შენ განიცადო ის ორგანიზმი, გესმის? არ უნდა რომ ორგანიზმი გქონდეს. იმას უნდა რომ იყო ჰაერში გამოკიდებული მონა. მონას ღვენები სჭირდებათ, მეთქი რო ვამბობ, ტყუილა კი არ ვამბობ. გათავისუფლდით ხალხო. ნუ გაქვთ იმის შეგრძნება, როდესაც თქვენ ორგანიზმს განიცდით, რომ ცუდია ეს რაღაცა რა. ცუდი რო ყოფილიყო, ღმერთი ამას არ შექმნიდა. ყველაფერი რაც შეიქმნა არის ღმერთიდან გამომდინარე. არ არსებობს ბოროტი და ისა რა ქვია, ცუდი და კარგი, არსებობს არსი. ცუდი და კარგის ბინალური სამყაროდან გადავიდეთ რა არსში რა. გადავიდეთ არსში. იმიტომ რომ თუ არსში ვერ გადავედით, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით გახლეჩილი. წავედი ახლა მე რაღაც
ბევრი ვილაპარაკე, მე მგონი თავრუდ ამესხა. კითხვები გააქვთ? მე მგონი კითხვები აღარ უნდა, ამას წავედი გაკოცით. ყოჩას გილოცავთ, ეს თქვენი დამსახურება. იმიტომ რომ ესე იგი თქვენ ხართ ამ დონეზე, რომ მე ვსაუბრობ, გესმით? თქვენ თუ არ იქნებოდით ამ დონეზე, მე ვერ ვისაუბრებდი. იმიტომ რომ რეზონანს ვერ მივხვდებოდი, რომ არ მოდის თქვენთან ის, რასაც მე ვსაუბრობ და თქვენთან არ რეზონირდება და მე სხვა მხრივ წავიდოდით. ამიტომ თქვენ ხართ უკვე მაგ დონეზე, რომ ის, რასაც ვსაუბრობ, გაიგოთ და მადლობა ამისთვის თქვენ. გაკოცეთ.